გამარჯობა. ეთერშია გადაცემა აფხაზეთის ურათორიასთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. რუბრიკაში კვირის თემა ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტების დახურვის ფაქტთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციები. არჩილ გობეჯიშვილი რუბრიკაში პორტრეტი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ომის ვეტერანებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მეთაურთა საბჭოს და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები, ყოფილი სამხედრო საველე მეთაურები და შენაერთების ხელმძღვანელები. შეხვედრაზე იმსჯელეს გამოსაცემი წიგნის შესახებ, რომელშიც აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ბიოგრაფიები შევა. ახალ გამოცემაში დაემატება ინფორმაცია ომში დაღუპული გმირების შესახებ. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, ბატონ მოვალიმნაძესთან და ყოფილ სამხედრო საველე მეთაურებთან, ბრიგადის მეთაური იყოს და მეოთხეს სხვადასხვა შენაერთების ხელმძღვანელები ვისაუბრეთ აი ამ წიგნის ირგვლივ, რომელიც უნდა შეიქმნას, დაიწეროს, ეხება ეს ომში დაღუპულ ბიჭებს, რათა უფრო სწორი, ზუსტი ინფორმაცია იყოს მიწოდებული საზოგადოებისთვის, რომ და იცოდნენ თუ რა ხდებოდა აფხაზეთში. თუ რამდენად მართლა გმირები არიან ეს ბიჭები, ამის ირგვლივ იყო საუბარი, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, პლუს სხვადასხვა საჭიროებო საკითხებზე, რომელიც ალბათ შემდგომ ბატონი ვახტანგი ან თვითონ ბატონი ვლადიმერ ივნაძე გაახმოვანებს. 200-მა დევნილმა ოჯახმა თბილისის ზღვის ახალქალაქში საცხოვრებელი ბინები მიიღო. დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით 2013 წლიდან დღემდე თბილისში საცხოვრებელი ფართით 1800-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა. როგორც მან აღნიშნა, მხოლოდ თბილისის ზღვის ახალდასახლებაში ბინა 630-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო. ეს პროცესი გაგრძელდება და ძალიან მალე ყველა გაჭირებულ ოჯახს ეკნება თავში საფრთხე. კრიტერიუმები არის შემდეგი: ხურავთ მგრევად ობიექტებს, ადმინისტრაციული დაპირებები, სადაც არის სასამართლოს გადაწყვეტილებები, იმათ ვაკმაყოფილებს პირველ რიგში და პირველ რიგში ვაკმაყოფილებს ყველაზე მაღალ ფულიანებს. აი, ეს სამი კრიტერიუმი არის, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად მიდის ხოლმე. ახლა მარტო მგრევადებზე რო ავიღოთ აქცენტი, თქვა პირველ რიგში დაგვრჩება დაჩაგრული ძალიან მაღალ ფულიანებით, მარტო მაღალ ფულიანებზე, მაშინ ეს მგრევადების პრობლემა შეიქმნება. ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ ესე თანაბრად გავანაწილოთ სამი მიმართულებაზე. ვარ მრავალშვილიანი დედა, ცხოვრობდი ძალიან მძიმედ და დღეს მომეცა იმის ბედნიერება, ჩემ დაბადების დღეზე გამიკეთეს ეს სიურპრიზი და გადმომცეს გასაღები. ედუარდ კოკოიც ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს. ეგრეთ წოდებულ CSKO-ს განცხადებაში ნათქვამია. უარი ეთქვას კოკოიც რეგისტრაციაზე, რადგანაც ის საცხოვრებელი ადგილის მუდმივობის შესახებ დაწესებულ ცენზს არ აკმაყოფილებს. კოკოითისთვის CSKO-s არგუმენტები მიუღებელია. ცხინვალის ყოფილმა დე-ფაქტო ლიდერმა უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრების საარჩევნო კომისიისთვის არასწორი მონაცემების მიწოდებაში დაადანაშაულა და მათი გადადგომა მოითხოვა. ცოტა მოგვიანებით კოკოითმა გამართა ბრიფინგი, სადაც ჟურნალისტებს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის დანაშაულებრივი ქმედების დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დისტანციიდან უნდა მოხსნას მოქმედი პრეზიდენტი თიბილოვი. არსებობს იმის დამადასტურებელი საბუთები, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანონი დაარღვიეს. პრეზიდენტმა დაფარა და დეკლარაციაში არ მიუთითა ავტომობილის ფლობის შესახებ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი ის მაინც დაუშვა არჩევნებზე. ეს არის საარჩევნო რბოლიდან მისი მოხსნის საფუძველი. მანამდე კოკოითი საყოველთაო შეკრების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც ცხინვალის დე-ფაქტო მერიამ არ დააკმაყოფილა. კოკოიტისთვის უარი არჩევნებში მონაწილეობაზე ჩემი აზრით განპირობებულია სწორედ სურკოვის ოფისის პოზიციით, რომელსაც დღესდღეობით არ სჭირდება ცხინვალის რეგიონში რაიმე გართულება და კოკოიტი, როგორც ვიცით, ცნობილია თავისი პროვოკაციული და ასეთი ინტრიგანული გამოხდომებით. ამიტომ სურკოვი როცა ჩამოსული იყო ცხინვალში, მან პირდაპირ მიანიშნა, რომ არ სურს მის ოფისს ყოველ შემთხვევაში იხილოს კოკოიტი და იხილოს ის, რაც იყო კოკოიტის დროს. სურკოვმა პირდაპირ მიუთითა, რომ კოკოიტის დროს ჰქონდა ადგილი ფულის გაფლანგვას, ფაქტიურად რეგიონი დაინგრა აბსოლუტურად და მათთვის უფრო მისაღებია თიბილოვი, რომელიც არის დღეს.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სოფლის დაცული და ჩვენ ყველანი გამოვიდეთ ამ ომში ღირსეულად გამოვიდეთ. ომია, ომში ყველაფერი ხდება, ბატონო ჩემო, ხან ავტომატი გაიწრის, ხან ქვემეხი, ხან შილკა, ხან კიდევ სხვა რამ და ეს ასეთია ომი, ასეთია ომი. ბევრი რამაა მოსალოდნელი. ჩვენ არ გამოვიწყავთ იმას, რომ ყოველ დილას შენობის თავზე რაღაცა ნაჭერი აფრიალზე. ეს არ იქნება, მაგრამ ამის ცდელობა, იმიტომ რომ ყველაფერია დივერსიული ჯგუფები, ტერორისტული ჯგუფები. მე ძალიან დიდი თხოვნა მექნება ამ შენობის დაცვა, ამ შენობის მოვლა, ეს არის სინდის ნამუსია. 7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა. 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ ჟიული შარტავამ არ დატოვა სოხუმი. ქალაქის დაცემის შემდეგ შეიარაღებულმა სეპარატისტთა დაჯგუფებამ თანამებრძოლებთან ერთად იგი ტყვე დაიყვანა და დახვრიტა. საქართველოს ეროვნული გმირის ცხედარი მოგვიანებით ქართულ მხარეს გადაეცა. დღემდე ყველას ახსოვს ჟიული შარტავასა და მისი თანამებრძოლების ტრაგიკული ისტორია. მას შემდეგ სოხუმის დაცემის დღესა და დაბადების დღეზე ქართული საზოგადოება იკრიბება მის საფლავთან. წელსაც ჟიული შარტავას დაბადებიდან 73 წლის თავის აღსანიშნავად ტრადიციისამებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მეგობრებმა, თანამებრძოლებმა და ოჯახის წევრებმა კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს ჟიული შარტავას ხსოვნას და საქართველოსთვის თავდადებული მამულიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ხვდებით, რამდენად დააგდა ქვეყანას ბატონი ჟიული, კაცი გმირი, კაცი შეწირული თავდადებული სამშობლოსათვის. ასეთ ადამიანებზე იდგა, დგას და დადგება მომავალშიც ეს ქვეყანა. ბავშვობიდან მოყოლებული ისეთი იყო რაღაც. მაშინ ჩვენი თვალთახედვით უცნაური და ეხლა შეფასებით გამორჩეული. ჩვენ მაშინ ვზდიდნენ საამაყო ქართველთა ფესვებზე და ჟიულის ესეთი ბავშვური ოცნება და თურმე არა ბავშვური იყო, რომ ნატრობდა სამშობლოსთვის თავდადებას და მე ერთხელ ხუმრობით უთხარი, როგორ უნდა დადო თავი სამშობლოსთვის, როცა ომი არ იქნება და სამშობლოს ეს არ დაჭირდება შენგან და თურმე ისტორია სულ სხვა რამეს უმზადებდა ჩვენს ქვეყანას. ასე ლამაზად თავისი ქვეყნისთვის თავდადებული წავიდა, მაგრამ საოცრად მტკივნეულია ჩემთვის, როცა ვიხსენებ მისი ამ ქვეყნიდან გასვლის ბოლო წუთებს. ესეთი ორნაირი გრძნობით ვარ მე დღეს მასთან და როცა ჟიულისთან მოვდივართ, იგულისხმება, რომ ჩვენი ბიჭების წინაშეც ქეთს ვიხდით. ეს იყო ადამიანი, რომელიც თავისი შინაგანი ზნეობრივი, მაღალი ზნეობრივი ალბათ მახასიათებლებით რაღაც გამორჩეული იყო. გამორჩეული იყო ალბათ რაღაც დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით, რასაც გრძნობდა ის აფხაზეთის წინაშე და ერთი მომენტი თან ახლდა მის ხასიათს, რომ ის იყო ადამიანი მშვიდობის უფრო. მას უნდოდა რომ ეს ომი დამთავრებულიყო მშვიდობიანად და ესე იგი მოლაპარაკებებით აფხაზებთან. იმდენად რამდენადაც ძალიან ბევრ ადამიანს იცნობდა აფხაზთა მხრიდან ბატონი ჟიული და მეგობრებიც ყავდა იქით მხარეს და ეს ომი მისთვის იყო ძალიან მტკივნეული. ქალაქი არ დატოვა, ერთს დატოვებდა ბატონი ჟიული ქალაქს, იმიტომ რომ გამომდინარე მისი ხასიათიდან ვამბობ და ის იყო პიროვნება, მაღალზნეობრივი და უფრო სხვანაირი დამოკიდებულებით ჩამოვიდა ის აფხაზეთში. ეროვნული გმირის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ საპატრიარქოში უცნობი პიროვნების წერილი მივიდა. წერილის ავტორმა არ იცოდა, რომ პიროვნება ვის შესახებაც წერდა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. რუსულად დაწერილ წერილში ეწერა: ჩვენ არ ვიცოდით ვის ვესროდით, მაგრამ ერთი კია. გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშრობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ როგორი გმირები ყავს საქართველოს და თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია. ეს ბრათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და ალბათ თვითონაც მონაწილეობდა ჟიული შარტავასა და მისი მეგობრების წამებაში. ჟიული შარტავა უკვე სასუფეველის მკვიდრია და ის ლოცულობს საქართველოს მთლიანობისა და მშვიდობისათვის. ეს სიტყვები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესა და უნეტარეს ილია მეორეს ეკუთვნის.
ჟიული შარტავას დაბადებიდან 73 წლის თავთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მისი წიგნის დისკრეტული წარმოების დაგეგმვისა და ოპტიმიზაციის მოდელებისა და მეთოდების კვლევა და დამუშავება ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და ეროვნული გმირი კიდევ ერთხელ გაიხსენეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა, სტუდენტებმა, მეგობრებმა და თანამებრძოლებმა. გვამართ გენერალ-მაიორ გენო ადამიას 91 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით მის საფლავთან შეიკრიბნენ თანამებრძოლები, მეგობრები, ოჯახის წევრები და საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები. შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს გმირულად დაღუპული მეომარი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. ომი როდესაც დაიწყო, არავითარი სამხედრო წოდება არ ჰქონდა. ის იყო ჩვეულებრივად გულაგზნებული ქართველი ადამიანი, რომელიც იცავდა თავის ქალაქს, თავის მშობლიურ სოხუმს, თავის მიწა-წყალს. შემდეგ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, გახდა გენერალ-მაიორი და ნამდვილად გულთფელად ემსახურა თავის სამშობლოს. ჩვენ ვზრდიდა ძალიან სპარტანულ პირობებში, მაგრამ ამავე დროს იყო სამართლიანად მომთხოვნი. ჩვენმა მეთაურმა გასწია დიდი შრომა, მაგრამ ეს შრომა არ დაგვირგვინდა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა და აი ეს მოვლენები გამოსტარდა. ომის დაწყებისთანავე გენო ადამია ჩაერთო ვაჟკაცი ბიჭების შეგროვებაში, რომ შეიარაღებული იყვნენ, თავისი კუთხე, თავისი სახლი, თავის ქვეყანა დაეცვათ და ეს გენოს გამოვიდა ძალიან პროფესიონალურად. ძალიან ლამაზად, ძალიან ვაჟკაცურად დაიყენა ისეთი ხალხი, რომელმაც იბრძოლა ბოლომდე გენოს გვერდში. ყველაფერი გავაკეთეთ გენოსთან ერთად 93 დღე ვიომეთ. ამ ომში ჩვენ ვეტერანებს, მებრძოლებს უпроსორად არც ერთი ბრძოლა არ წაგვიგია. მაგრამ იყო ერემერი ეგრეთ წოდებული, უკან დახევა, შეჩერება, ბრძანება რაც არ იყო წესვლაზე. და ბოლო დღე იყო, წავიდა 27-ში, დამთავრდა, ჩაბარდა სოხუმი 28-ში, შეტევაზე წავიდა თვითონ, შეწერა თავი სამშობლოს და ვაჟკაცურად დაიყო. გენო ადამია გამორჩეული პიროვნება, თავისი თვისებებით, გონებით, პატრიოტული გზნობით და შესწირა თავის სამშობლოს. განაიარაღეს ჯარი და იშალა, ყველა პოზიციები მოისმო, ყველა თავდაცვითი ზღუდები მოისმო და წამოვიდა ამ ცარიელ ხელი დარჩენილ ხალხზე ტანკებით და ტექნიკით გაძლიერებული ჯარი და 14 დღე მაინც ვერ აიღეს სოხუმი. აი ეს იყო გმირობა, როცა ცალიერი ხელებით შეძლო ხალხმა 14 დღის განმავლობაში მათ ვერ გაიარეს 10 კილომეტრი. სორგზას. აი ეს იყო გენო. მე ბედნიერი ვარ, რომ მასთან ერთად მომიწია მეგობრობა, ძმობა და სულ იმას ვნატრობ, რომ დღეს ნეტავ. ვინმე მყავდეს ესეთი გვერდით, როგორც გენო ადამია იყო. მე ვიყავი მაგის პირველი მოადგილე, მაგრამ ჩვენ ყველა ვეძახოდით გენო ბიძიას. დიდი სიყვარული ჰქონდა საქართველოს და ყველა მას ხედავდა, იმიტომ დაუდგა ყველა გვერდში. ჩემთვის სიამაყეა, რომ მე იმ პერიოდში ვიყავი გენო ბიძიას მოადგილე და ჩემი თვალით ყოველ დღე ხედავდი, რას აკეთებდა ეს გმირი პიროვნება. ასეთი ძლიერი ბრიგადა, რომელიც იყო მოტივირებული დაეცვა თავისი ქალაქი, მე ვფიქრობ, არ ყავდა საქართველოს საერთოდ. იმიტომ იყო, რომ განაიარაღება მოხდა ბრიგადის, იმიტომ რომ ძლიერი იყო და მაგრამ მაინც 13 დღე კიდევ იბრძოდა სოხუმი. დღევანდელ დღემდე ასე არის ჩემთვის მებრძოლი კაცის სიმბოლო ეს არის გენო ადამია. კაცობით, თავისი მეობით და თავისი სულისკვეთით. კაცრი იყო, მაგრამ სიყვარულით სავსე გული ჰქონდა. გენო ჩვენ კრიბავს. კიდევ ერთხელ კრიბავს. იმან ერთხელ შეკრიბა, როდესაც საქართველოს ძალიან უჭირდა და დღესაც კრიბავს აქ. და ეს არის მისი მოგონება. გენო ადამია იყო სოხუმის სახალხო ლაშქრის ერთ-ერთი შემქმნელი. შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისთანავე 1992 წელს მოხალისეთა რაზმის ფორმირება დაიწყო, მოსალოდნელი აგრესიისგან ქალაქის დაცვის მიზნით. შემდგომ მექანიზებული ბრიგადის მეთაური იყო, მალევე დაწინაურდა და გენერალ-მაიორი გახდა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გენერალი სოხუმის დაცემის შემდეგაც არ დანებდა მტერს.
მცირე ძალებით განაგრძობდა სეპარატისტებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. 28 სექტემბერს კელასურის ხიდთან გმირულად დაიღუპა. 1993 წლის ნოემბერში მისმა თანამებრძოლებმა თბილისში გადმოასვენეს. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე. გენო ადამია სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ და კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ხათუნა გარდაფხაძემ მოაწერეს. გაზაფხულის დღესასწაულებთან დაკავშირებით კლინიკამ იძულებით გადაადგილებული მრავალშვილიანი დედებისათვის უფასო გამოკვლევები ჩაატარა. ბენეფიციარებმა მიიღეს სხვადასხვა პროფილის მომსახურება. კლინიკა აღჭურვილია იტალიური, იაპონური და ესპანური წარმოების მაღალ ტექნოლოგიური თანამედროვე აპარატურითა და ლაბორატორიული დანადგარებით, სადაც ყველა კვლევა შეესაბამება ევროპულ სტანდარტს და მუშაობენ წამყვანი სპეციალისტები. უკვე წლებია 3-4 წელია დაახლოებით ქალბატონი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის მთავრობა თანამშრომლობთ ამ კუთხით მრავალშვილიან დედებს, სოციალურად დაუცველებს, ომის ვეტერანებს სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში უკეთებთ უფასო გამოკვლევებს, გადაეცათ დღეს მედიკამენტების საჩუქრად, სხვადასხვა ბარათები და ვართ მოხარული, რომ ეს ყველაზე დასაფასებელი ხალხია და ყველაზე მოსაფერებელი ხალხია. დღევანდელ დღეს მოწვეული გახლავთ 25 აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი ქალბატონი, რომელთაც კლინიკამ ესეთი ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთა, ჩაუტარდათ მრავალპროფილური კვლევები, მათ შორის ინსტრუმენტული, ლაბორატორიული, სხვადასხვა კომპანიისგან გადაეცათ საჩუქრები. მინდა მოგახსენოთ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ამ კლინიკის ფარგლებში იქნება მუდმივი ხასიათის. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ფილმის ანსამბლ ლილეს მოგზაურობა ისრაელში პრეზენტაცია გაიმართა. ანსამბლი ლილე ისრაელში გასტროლებზე იმყოფებოდა, სადაც პატრიარქი შეხვდა და ქართველ ებრაელებთან ერთად კონცერტიც გამართა. დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გვაქვს ფილმის პრეზენტაცია. ფილმის სახელწოდება გახლავთ საქართველოს ყრუთა კავშირთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლ ლილეს მოგზაურობა წმინდა მიწაზე. მოგეხსენებათ, ეს ახალგაზრდები არიან სმენადაქვეითებული, არიან არაჩვეულებრივი ადამიანები, დიდი ნიჭით დაჯილდოებული ხელოვანები. გაიმარჯვეს ესპანეთში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე და მოიპოვეს გრან-პრი. თბილისის მერიამ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებმა მათ მხარი დაუჭირეს, რომ ემოგზაუროთ წმინდა მიწაზე. ყრუთა კავშირთან არსებული ანსამბლი ლილე გახლავთ ისრაელის ტურიზმის სამინისტროს მოწვევით ისრაელში, სადაც შედგა რამდენიმე საინტერესო კონცერტი ისრაელის ყრუთა საზოგადოებისთვის, ჩვენი ქართული თემის წარმომადგენლებისთვის ქალაქ აშდოდში, სადაც ჩვენ გვიმასპინძლა ვიცე-მერმა აშდოდის ბატონმა მოშე ბოთერაშვილმა. საქართველოს ყრუთა კავშირთან არსებული ცეკვის ანსამბლი ლილე მაყურებელმა ნიჭიერი სცენიდან გაიცნო და შეიყვარა. გასულ წელს კი ესპანეთიდან გრან-პრით დაბრუნდა. ჩემთვის ეს პროექტი ორმაგი მნიშვნელობისაა. ჯერ ერთი შეზღუდული შეძლებლობის ბავშვები არიან და ჩავიდნენ ახმურ მიწაზე და ათვარიელეს იერუსალიმი. გამართეს ერთობლივი კონცერტი. მე ულოცავ ამ ორგანიზაციას, ამ დიდებულ გადადგმულ ნაბიჯს და ყველა იმ ხელმძღვანელს, ვინც ეს პროექტი თავიდან ბოლომდე შექმნა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ყველაფერი კარგად ჩატარდა. მოხარული ვარ, რომ ამაზე გადაიღეს გადასარევი ფილმი და ამ ბავშვებს მინდა უსურვო დიდი წარმატება თავის საქმიანობაში და მინდა კიდევ უსურვო, რომ იმედი გქონდეთ, რომ სიცოცხლე მშვენიერია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სულიერებისა და კულტურის ცენტრში ქალბატონებისათვის დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეების აღსანიშნავი საღამო გაიმართა. მათ გაზაფხულის დღესასწაულები მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. ისაუბრეს ქალის როლზე ზოგადად ქართულ რეალობასა და ისტორიაში. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა ფოლკლორული ანსამბლი მესხეთი, რომელიც სპეციალურად ამ დღისათვის მესხეთიდან ჩამოვიდა.
მე მინდა ყველას მიულოცოთ დედისა და ქალთა დღე. შევეცადეთ გვემასპინძლა იმ ქალებისთვის, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი კულტურის განვითარებაში. გვესტუმრა ანსამბლი მესხეთიდან, რომლებიც ასევე აფხაზურ სიმღერებს ასრულებენ. ჩვენ დღეს მესხეთიდან ჩამოვედით, რომ დღევანდელ ღონისძიებაში მიგრო მონაწილეობა. ძალიან გაგვეხარდა, რომ დღევანდელ დღემთხვევა ჩვენი გმირის შავტავას დაბადების დღეს და ჩვენ მესხეთში გავხსენით წყარო ადრე და მას შავტავას სახელი უწოდეთ. მე მინდა კიდევ ყველას მიულოცო ეს დღე. საქართველოში მცხოვრებო ლამაზებო, გილოცავთ ქალთა დღეს. ბედნიერები ყოფილიყავით, დიდხანს ვიცოცხლოთ, ჩვენ საქართველოს გამთლიანებას უნდა მოვესწროთ და მოვესწრებით კიდეც, აბა რა. ქალი ყოველი არსის გვირგვინი ასე ეწოდებოდა დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიწყნილ ღონისძიებას, რომელიც ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში გაიმართა. შეხვედრა წარმატებულ და საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ქალბატონებთან აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების ორგანიზებით მოეწყო და განყოფილების უფროსი ნინო ნასიძე უძღვებოდა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ თბილისის მერიისა და სასჯელ აღსრულების სამინისტროს წარმომადგენლები, მომღერლები და პოეტი ქალბატონები, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს. საღამოზე მოწვეული იყო ცნობილი ქართველი დიზაინერი, პარიზის მაღალი მოდის გილდიის წევრი ირაკლი ნასიძე. შეხვედრაზე მომღერლებმა და აფხაზეთის მოზარდ ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის ბენდის წევრებმა მუსიკალური ნომრებით შეასრულეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და შეხვედრის მონაწილეებმა დამსწრე ქალბატონებს ქალთა დღესასწაულები მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტების დახურვის ფაქტთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამეგობრობის გამოხმაურება და შეფასებები რუბრიკაში კვირის თემა. საქართველოს ხელისუფლების პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების არაერთი მოწოდებების მიუხედავად საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს დესტრუქციულ პოლიტიკას ოკუპირებულ აფხაზეთში, რისი გაგრძელებაცაა მარიონეტული რეჟიმის მიერ ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტების დახურვა. ხურჩან აბაკევისა და ორსანტია ოტობაიას გაუქმებული გამშვები პუნქტების გასწვრივ საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ბოძები აღმართეს, რომლებზეც ლითონის ფურცლები მიადუღეს. გაყოლებაზე კი მავთულ ხლახტები გაიყვანეს და ამით გადასასვლელების გაუქმების დემონსტრირება მოახდინეს. ამ უკანონო გადაწყვეტილების შედეგად გადაადგილება საქართველოს კონტროლდებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მხოლოდ ენგურის ხიდის გავლით არის შესაძლებელი. გადასასვლელების გაუქმების გამო დაბალი ზონის სოფლების მცხოვრებლებს მეზობელ რაიონამდე გზა 30-50 კილომეტრით გაუგრძელდათ და ენგურის ხიდამდე ავტობუსით მგზავრობის ხარჯებიც დაემატათ. სავარაუდოდ 10 დღეში საბაჟო გამშვები პუნქტი ამოქმედება და ყველა ტვირთი, მათ შორის სოფლის მეურნეობის ნაწარმიც გამბაჟებას დაექვემდებარება. გავრცელებული ინფორმაციით 5 მარტის შემდეგ კი ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტების დახურვასთან დაკავშირებული დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად ოკუპირებული გალის რაიონის ქვედა ზონაში აფხაზური სამხედრო შენაერთების წარმომადგენლების კონცენტრაციაც შეინიშნება. არაღიარებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება გამშვები პუნქტების დახურვის გადაწყვეტილებას უსაფრთხოების ზომების გაძლიერებით ხსნის. ქართული მხარის განმარტებით კი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია დე-ფაქტო რეჟიმის არგუმენტი, რომ თითქოს აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით მიიღო. ორსანტია ოტობაიასა და ხურჩან აბაკევის გადასასვლელებით სარგებლობს მშვიდობიანი მოსახლეობა საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, განმარტავს ქართული მხარე. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით გადასასვლელების დაკეტვის გადაწყვეტილება უხეშად არღოს გადაადგილების თავისუფლებას და კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც რთულ ვითარებას. მოუწოდებთ ამ გადაწყვეტილებაში ჩართულ ყველა მხარეს გააცნობიეროს ამ ქმედების სიმძიმე, პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობისთვის და გადადგას ნაბიჯები არა ქართულების, არამედ გადაადგილების შესაძლებლობების შემდგომი გამარტივებისკენ კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონში. ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტების დახურვის ფაქტს საქართველოს საგარეო უწყებაც ეხმიანება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის სოფლებში, ნაბაკევსა და ოტობაიაში ეგრეთ წოდებული გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტს. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები საქართველოს მიმართ, პატივისცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრვალდებულებებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას ჯეროვანი შეფასება მისცეს ეგრეთ წოდებული გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და ოკუპირებული რეგიონების იზოლირების ტენდენციას. ასევე 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში დანიშნულ ეგრეთ წოდებულ რეფერენდუმს და ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ რუსეთის უკანონო ნაბიჯებზე. ხურჩან-ნაბაკევისა და ორსენტია-ოტობაიას ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტების დახურვის საკითხს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა, სადაც სოხუმს მოუწოდებს გადასასვლელების დახურვაზე გადაწყვეტილებას გადახედოს. ეს გადაწყვეტილება არაკონსტრუქციულია და ეწინააღმდეგება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატით გათვალისწინებულ ქმედებებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების კუთხით. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფაქტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და მათ შორის თავისუფალი გადაადგილების უფლების უხეში დარღვევაა და ამავდროულად წარმოადგენს სერიოზულ ხელის შემცვლელ ფაქტორს იმ სულისკვეთებისა, რომლითაც განსჭვალულია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეებს საქართველოს მეგობარ ქვეყნებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით მიღწეულ იქნეს კონსენსუსი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ამავდროულად ვიმედოვნებთ, რომ ეს ღონისძიება არის დროებითი ხასიათის და მივმართავთ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომ გადახედოს ამ საკითხთან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილების სიმძიმე პირველ რიგში ადგილობრივ მოსახლეობაზე აისახება და ეს პროვოკაციული ნაბიჯი ოკუპირებული აფხაზეთის დანარჩენი საქართველოსგან იზოლაციას ემსახურება. რუსეთი მიმართავთ მისთვის ჩვეულ ხერს. იგნორირება გაუკეთოს მსოფლიო აზრს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სხვა ქვეყნის პრობლემებს. ამ შემთხვევაში მთელმა მსოფლიო ხმა აიმაღლა იმის მიმართ, რასაც სოხუმი აკეთებს ამ გადასასვლელებთან დაკავშირებით. ევროკავშირი, ეუთო, გაერო, ნატო მიმართავდნენ სოხუმს, რომ მას არ გადაედგა ეს ნაბიჯი. რამე თუ ეს ეხება არა მარტო გალის მოსახლეობას, ეს მთლიანად არ წაადგება კონფლიქტის მოგვარების პროცესს. ჩვენ დღეს ვხედავთ თუ როგორ გაუჭირდებათ გალილებს შემდგომი ურთიერთობა ენგურ გამოგმა თავის ნათესავებთან, ახლობლებთან და ზოგადად საქართველოს დანარჩენ ნაწილთან. მოსწავლეებს, რომლებიც დადიან აქეთ უდიდეს რაიონის სკოლებში, გაუჭირდებათ იმ ხალხს, ვინც შველას ითხოვ ჯანდაცვის პრობლემებთან დაკავშირებით აქ ქუთაისში, ზუგდიდში, თბილისში. ამაზე იქნება საკმაოდ მწვავე საუბარი ჟენევის ბოლო მოლაპარაკებებში, რომელიც ჩატარდება თვის ბოლოს. მე შევხვდი სხვებთან ერთად მათ წარმომადგენლებს აქ თბილისში, ვისაუბრეთ ამ თემაზე. ძალიან სერიოზული განწყობა აქვს თვითონ ჟენევის ჯგუფის ხელმძღვანელობას, ამ ჯგუფის შემავალ ყველა წევრს. მე არა მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ამ ეტაპზე რაღაცა ცვლილება შევიტანოს სოხუმმა თავის გადაწყვეტილებაში. თვითონ აფხაზურმა მხარემ მე არ არის დღევანდელი აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ოპოზიცია. მათ დაადანაშაულეს დღევანდელი ხაჯიმბას ხელისუფლება იმაში, რომ რასაც ისინი აკეთებენ გალილების მიმართ, ეს არის გალილების გარიყვა აფხაზეთის სივრციდან და ეს სასიკეთოს არაფერს არ უქადნის თვითონ აფხაზეთს და მათ ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას. საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული ქმედება დაგმო ეუთომ, იაპონიის საელჩომ, ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა. შეერთებული შტატების მოწოდება კვლავ გაიხსნა აღნიშნული გამშვები პუნქტები, რათა საშუალება მიეცეთ ბავშვებს იარონ სკოლაში და მოსახლეობამ შეძლოს თავისუფლად გადაადგილება, ვაჭრობა, ნათესავების მონახულება და საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღება. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში.
მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებებისა, ოკუპირებული აფხაზეთი არ აპირებს გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ გადაწყვეტილების გადახედვას. ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს ეგრეთ წოდებული საგარეო უწყება. უფრო მეტიც, აფხაზეთის ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის გადაწყვეტილება გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ სავსებით შეესაბამება აფხაზეთის კანონმდებლობას და გადახედვას არ ექვემდებარება. ასე ეხმიანებიან აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაში ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის ოანა ლუგენსკუს მოწოდებას არ დახურონ საქართველოსთან საზღვარზე მდებარე გამშვები პუნქტები. როგორც ეგრეთ წოდებული საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული მსგავს მოწოდებაში, რომელიც უფრო მოთხოვნას გავს, ნატოს წარმომადგენლის მხრიდან ჩანს, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გადაწყვეტეს აფხაზეთის მიმართ ღია ზეწოლაზე გადავიდნენ. ამასთან თვითგამოცხადებულ აფხაზეთში, როგორც თავად ამბობენ, სერიოზულად აფიქრებთ საქართველოსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს შორის გაძლიერებული ურთიერთობები, რომლებიც გამოხატულია მათ შორის ნატოს საქართველოს რეგულარულ სამხედრო სწავლებებში. თავი მხრივ ამას განიხილავენ როგორც პირდაპირ საფრთხეს აფხაზური ეგრეთ წოდებული სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. კიდევ ერთხელ მოუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს ამჯერად ნატოს სახით გააცნობიერონ არსებული რეალობა და მიიღონ ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსაზღვრე სუვერენული სახელმწიფო აფხაზეთის რესპუბლიკაა. აღნიშნულია ეგრეთ წოდებული საგარეო უწყების განცხადებაში. ამის პარალელურად მარიონეტული რეჟიმი ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო არჩევნებს ატარებს. დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის ვალერი ბგამბას განცხადებით, მოწვევა გაეგზავნა ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას იმ ქვეყნებში, ვინც აფხაზეთის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა აღიარა. ასევე რამდენიმე ათეულ უცხოურ ორგანიზაციას, ვინც არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს. ოფიციალური თბილისი კი ირწმუნება, რომ მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებებითა და ქმედებებით საოკუპაციო რეჟიმი ხელს ვერ შეუშლის საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობაც უჭერს მხარს. საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტი, ფეხბურთის მწვრთნელი არჩილ გობეჯიშვილი რუბრიკაში პორტრეტი. მე ვარ არჩილ გობეჯიშვილი, დავიბადე სოხუმში, გავიზარდე თბილისში. ერთი წლის ვიყავი, როცა თბილისში მოგვიწია გადმოსვლა. პროფესიით ვარ მწვრთნელი, მუშაობ ბავშვთა ფეხბურთში და მყავს არაჩვეულებრივი გუნდი. მაქვს C-ლიცენზია, რომელიც მაძლევს უფლებას ვიმუშაო 12 წლამდე ბავშვებში და ეხლა ვსწავლობ და ვცდილობ ავამაღლო ლიცენზია, რომელიც საშუალებას მომცეს ვიმუშაო 18 წლამდე ფეხბურთელებთან. რაღაც თავისუფალი დრო როგორც გამოვიდა ჩემს ცხოვრებაში, გადაწყვეტე რომ ჩემთვის საინტერესო სფერო ჩემი სწავლა ყოველთვის მაინტერესებდა ხესთან მუშაობა. და ინტერნეტის საშუალებით აღმოაჩინე კოლეჯის სპექტრი, ჩავაბარე გამოცდები. დაახლოებით 7 თვეა უკვე ამ კოლეჯში ვსწავლობ. მყავს ძალიან ძლიერი პედაგოგი ბატონი ილია ჯიხოშვილი, პროფესიონალი თავის საქმის და ამავდროულად ძალიან კარგი და მისაბაძი ადამიანი, რომელმაც მასწავლა ყველაფერი ხესთან მუშაობის და ჩემი ჰობი გატაცება, ასე ვთქვათ, რაღაც კუთხით მეორე პროფესიათაც მეკცა. ძალიან სასიამოვნო პროცესია, როცა ხესთან მუშაობ, იმიტომ რომ
თითქოს რაღაც მარტო რჩების ჩემს საქმესთან გიწევს უდრო გარემოში მუშაობა და მით უმეტეს 2 და 3 სიამოვნებას იღებ თუ გამოდის შენი ნამუშევარი კარგი პირველ რიგში უნდა მოგეწონოს და მე სხვას მეც რაღაც ისე გამოვიდა რომ ნელ-ნელა მარტივი ნივთების გაკეთებით ნელ-ნელა რთულ ნივთებზე გადავედი და საკმაოდ კარგი შეფასება დაიმსახურა, რამაც ძალიან გამახარა და სტიმული მომცა იმის, რომ სხვადასხვა ნაკეთობები გამეკეთებინა. ჩემთვის ძვირფასია და მიხარია თუ სხვასაც მოწონს ჩემი ნამუშევარი. ზოგადად ყველა ნივთს თითქოს თავისი იდეა უდევს საფუძვლად. ეს წიგნები გავაკეთეთ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისთვის, საპარლამენტო ეროვნული ბიბლიოთეკისთვის. სიმართლე გითხრა არ ველოდებოდი, ესეთი კარგი თუ გამომივიდოდა. ნელ-ნელა მუშაობის პროცესში დაიხვეწა. მიხარია, რომ მალე გადავცემთ ეროვნულ ბიბლიოთეკაზე, ძალიან დიდი პატივია, რომ ჩემი ნამუშევარი, ასე ვთქვათ, საპატიო ადგილს დაიკავებს. ყველაფერი დაიწყო მეეთი პატარა სათამაშო გაკეთებით, რომელიც ჩემი ნათლულისთვის მინდოდა საჩუქრად გამეკეთებინა და იმდენ კარგი გამოვიდა. იმდენად მოწონება დაიმსახურა, რომ სტიმული მომეცა. მინდა აღვნიშნო, რომ კოლეჯში მოსვლამდე საერთოდ არ მქონია შეხება, უბრალოდ მომწონდა და ძალიან დიდ გატაცებას იწვევდა ხისგან გაკეთებული სხვადასხვა ლამაზი ნივთები. ყოველთვის მინდოდა შემეძინა, მქონოდა, შემიგროვებინა. და წარმოუდგენელი იყო, რომ ჩემი ხელით გამეკეთებინა მსგავსი სანათი, მსგავსი საათი ხისგან გაკეთებული. როგორც კი ჯგუფი შეიკრა, ეს დურგლების ჯგუფი მაშინ უკვე გამორჩეული იყო. თავის აზრები ჰქონდა ამ ხელობის მიმართ. პირველი ოპერაცია, ხერხის ოპერაცია რო ჩავატარეთ, იყო ასეთი გაკვეთილი, ზუსტად ვიტყვი. მერქნის გრძივად ჭრა. უბრალოდ რო ხერხი დაემორჩილებინათ და გაეჭრათ ესე სიგრძივი გრძივად ჭრა ქვია ეს. და ამას რო ვაკეთებთ ამ გრძივად ჭრაში რო ევარჯიშა და ხერხის დამორჩილებას, მაგრამ რაღაც ფიგურა გამოიყვანა. მე უკვე რომ მივხვდი რომ თავის იდეები აქვს, თავისი სუნდა რაღაც გაკეთება. მე თავისუფლად მივუშვი. მე ვაკვირდებოდი რომ იარაღის ჭერებოდა სწორედ და სწორედ შეესრულებინა ეს ოპერატორები. ასე ნელ-ნელა გააკეთა, გამოიყვანა სათამაშოები, სხვარი გააკეთა, მგელი გააკეთა. და მე დირექტორიც რო ჩაერთვა საქმეში და უკვე მივედით იმ დონემდე რომ მიგვეცა თავისუფლად განევითარებინა ნიჭი და არ მოვტყუდით. მაქვს დაახლოებით რომ ალბათ 150-200 ნამუშევარი ჯამში, რაც პირველი დღიდან დავიწყეთ დღემდე. ნამუშევრებს აქვს სხვადასხვა განხრა. გვაქვს სათამაშოები, ხისგან გაკეთებული ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები, გვაქვს მაქვს საათები, სანათები, სუვენირები. ყველა ნიუს თითქოს თავისი ისტორია აქვს. სათამაშოების გაკეთების იდეა მომევიდა იქედან, რომ ძალიან რთული მდგომარეობა ამიტომს საქართველოში. ამ კუთხით მრავლად არის ეკოლოგიურად დაბინძურებული სათამაშოები, რომლებიც არაქართული წარმოების არის და ძალიან მავნე ნივთიერებებს შეიცავს, რაც ახიფათოა ჩვენი ბავშვების, პატარების, როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი განვითარებისთვის. და ამის შესახებ არაერთი რეპორტაჟი გავიდა, ერთხელ დაიწერა, მაგრამ სამწუხაროდ პრობლემაა ისევ. ჩვენ და მე ვცდილობ, რომ გავაკეთო ეკოლოგიურად სუფთა, ნამდვილი ქართული ნაწამი, რომელიც იქნება ბავშვის უსაფრთხო, იქნება მოსაწონი და საყვარელი სათამაშოდ. მეგობრები, რომლებიც პირველი ხედავენ ამ ყველაფერს, ამ შექმნილს, მოწონება მათი ემოციები ჩემთვის ძალიან დადებითად მოქმედებს და მაძლევს სტიმულს, რომ გავაკეთო უკეთესი ნამუშევრების შექმნა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო კოლეჯის ხელმძღვანელი ბატონი მათეს დახმარება ამ კუთხითაც. ჰქონდა ერთი გამოფენა, რომელიც ორგანიზატორობას კოლეჯმა, სპექტრმა და მედია ჰოლდინგმა კვირაჯი მაიღო თავის თავზე. გვერდში დაგვიდა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელმაც გამოგვიყო დარბაზი, სადაც გავაკეთეთ ესეთი გამოფენა გაყიდვა. გამოფენა გაყიდვაში ჩავრთეთ ასოციაცია ანიკას არაჩვეულებრივი ბენეფიციალები, რომლებიც ძალიან კარგი ადამიანები არიან და ძალიან დიდ პატივს ემატ. მათ შეიღებეს ჩვენგან გაკეთებული სათამაშოები, თავისი გემოვნებით, თავისი ფანტაზიებით და ვფიქრობ ძალიან ლამაზი გამოვიდა და კარგი გამოვიდა. აჩიკოს ახასიათებს ყოველთვის რაღაც ახალი შექმნას, ის მუშაობს საკუთარ თავზე. როცა დაიწყო სწავლა 7 თვის უკან
მას არ ქონდა ეს დამოკიდებულებები, რასაც დღეს იქნეს ხელოვნებაში და მე ვფიქრობ, მის თითოეული ნამუშევარი არის უმნიშვნელოვანესი. აჩიკოს ქონდა უკვე გამოფენები, როგორც თოჯინების, ეს იყო ესე ვთქვათ, ხის სათამაშოები და დაიწყო ამის პოპულარიზაცია. და გარდა ამისა, კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო თემებია, რომელ საკითხებზედაც აჩიკო უკვე მუშაობს და ვფიქრობთ, რომ აჩიკოს სახით ამ პროფესიამ შეიძინა ადამიანი, რომელიც კიდევ და კიდევ უფრო მეტ საინტერესო თემებს შესთავაზებს საზოგადოებას. წერ პროექტს, რომელიც მინდა გავიტანო სტარტაპ ჯორჯიაში, რომელიც აფინანსებს ახალ და ინოვაციურ ბიზნესებს. მინდა გავიტანო პროექტი და მაქვს დიდი იმედი, რომ მივიღებ დაფინანსებას, რომელიც დაფინანსებითაც შევძლებ გავაკეთო სახელოსნო, რომელიც აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა ქართულ ნაწარმს. ველოდები და ვეცებ დაფინანსებას, რომლის დახმარებითაც შევძლებთ საწარმოს გაკეთებას, იქნება მინი თუ ფართო საწარმო, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის იქნება სასიამოვნო და საყვარელი საქმე, რომელსაც ვაკეთებ. ფეხბურთი გვერდზე არ დარჩება, ვერ დავტოვებ ფეხბურთს გვერდზე, იმდენად გასისხორცებული მაქვს ფეხბურთი და იმდენად მიყვარს ჩემი მოსწავლეებით, ჩემი გუნდიც. და ზუსტად ის პროფესიები მაქვს არჩეული, რომლის კეთება ძალიან მიყვარს და ჩემში ეს ყველაფერი. თქვენ მე 1 წლის ვიყავი, როცა სამწუხაროდ მოგვიწია წამოსვლა სოხუმიდან, მაგრამ გავიზარდე ოჯახში, სადაც სოხუმი ძალიან უყვარდა, უყვებოდნენ სოხუმის ისტორიას, ამბებს და დიდი ინტერესი იწვევდა ჩემში. ძალიან შემაყვარეს. ვამაყობ ამით, რომ სოხუმში დავიბადე და ვარ სოხუმელი და ჩემი სახლია, რომელშიც ჯერ არ მიცხოვრია, მაგრამ ვიცხოვრებ, ძალიან დიდი იმედი მაქვს. აჩიკო თავის ხელოვნების ნიმუშებით დაამშვენებს სოხუმს, დაამშვენებს იმ ულამაზეს კუთხეს, იმ ულამაზეს ადგილს, რომელიც ჩვენ ძალიან დიდი ტკივილია და აჩიკოსნაირი ადამიანები არიან ზუსტად ის თაობა, რომელსაც ძალოს, რომელსაც შეუძლია და რომელიც ვალდებულიც არის, რომ ეს ამ ყველაფრის დაბრუნებას, თავის ადგილზე დადგომას, ერთიანობას ჩვენი ქვეყნისა შეუწოს ხელი. აჩიკოს ნიჭიერება, აჩიკოს საოცარი მიზანდასახულობა მაძლევს ამის იმედს. აჩიკოში მე პირადად ვხედავ ჩემი ქვეყნის მომავალს. მოვიკითხო აფხაზებს ძალიან დიდი სიყვარულით და პატივისცემით, მოვიკითხო ყველა სოხუმელს, იმდენად დიდ ჩადო ჩემო მშობლებმა აფხაზეთ და სოხუმის სიყვარული, რომ ყველა სოხუმელი თითქოს გამიკავშირდა ოჯახის წევრებად თქვი ყველას და მინდა უსურვო როგორც მათ ისევე ყველა ადამიანს საქართველოს გაერთიანება, გამთლიანება და მალე კონდეს იმის საშუალება, რომ დაუბრუნებულიყავით ჩვენ საყვარელ მხარეში. ჩვენ ერთი კვირით გემშვიდობებით. ხოლო სამშაბათს დილის 10 საათზე უყურეთ გადაცემა აფხაზეთს აფხაზურ ენაზე. ნახვამდის.